Galten Dagardi მონაცემებით 2024 წლის 11 თვეში თბილისში 2 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა წლიურად 5.15%-იან ზრდას ნიშნავს. ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში აღნიშნული, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა. საინვესტიციო ბანკის მონაცემებით შერჩეული დეველოპერების პროექტებში 2024 წლის ნოემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 12.3%-ით გაიზარდა თბილისში, ხოლო წლიურად უცვლელი დარჩა. 11 თვეში 17.900 ბინა გაიყიდა. რაც შეეხება მეორად ბაზარს, Galten Dagardi's თანახმად ჯამურად 2024 წლის 11 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 18.405 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.19%-იან კლებას წარმოადგენს. მესტიამ უკვე დაცლა დაიწყო, ასე აფასებს სასტუმრო გისტოლას დამფუძნებელი კურორტზე მიმდინარე სეზონს, როგორც ირაკლი გურჩიანი BMG-სთან აღნიშნავს. მესტიას დამსვენებელი საახალწლო პერიოდში სტუმრობდა. ამ დროისთვის კი ჯავშნები აღარ არის. ირაკლი გურჩიანი ამბობს, რომ წელს მესტიაში ევროპელი დამსვენებლის სიმცირეა და კურორტს ძირითადად რუსი ტურისტები სტუმრობენ. 2024 წელი ჯამურად თუ შევხედავთ სექტორისთვის წარმატებული იყო, ამბობს სინომი რითეილის დირექტორი რეზო მახალაშვილი. მისი თქმით, გაყიდვების შენელება შეინიშნებოდა წლის ბოლოს, რაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მომხმარებლის შეცვლილ განწყობებს უკავშირდებოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ წინა საახალწლო პერიოდში გააქტიურებული ვაჭრობის ფონზე კომპანიამ გასული წლის დეკემბრის 11%-იანი ზრდით დასრულება შეძლო. თუმცა მაღალაშვილს უჭირს პროგნოზებზე საუბარი, რადგან ჩვეულ ვითარებაშიც კი იანვარ-თებერვალი ვაჭრობის მხრით არც თუ ისე აქტიურია. მათთვის არ ითვლება, რომ საქართველოს უსაფრთხო ადგილია ჩამოსასვლელად. ამის შესახებ თბილისი Open Air-ის ტექნიკურმა დირექტორმა სანდრო სულაქველიძემ რედაქტორთან განაცხადა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უცხოელ არტისტებთან მოლაპარაკებებს ართულებს. მისი თქმით, ისინი სვამენ კითხვებს, თუ რამდენად უსაფრთხოა მათთვის საქართველოს და ფესტივალის პერიოდში იქნება თუ არა სიმშვიდე ქვეყანაში. ბიოტუალეტების იმპორტიორი კომპანიის ჰასი საქართველოს დირექტორმა ირაკლი ჩხაიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მათზე ასახვა უკვე აქვს. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა. საქმე ის არის, რომ კომპანიის წარმომადგენლები ჰოლანდიაში ახალი ამწე-კალათების ანუ მანქანა-დანადგარების შესაძენად ჩავიდნენ, თუმცა მათ პროდუქციის შესყიდვაზე უარი მიიღეს. აღნიშნული ქვეყნის სანქციების საფრთხეს უკავშირდება. მისივე ცნობით, ჰოლანდიელებმა განუცხადეს, რომ მათთვის სანქციის სიაშენა პოტენციურად დასანქცირების მომლოდინე ქვეყნისთვის პროდუქციის მიყიდვა სერიოზული გამოწვევა იყო. ჰასი საქართველოს დირექტორი სამომავლო გეგმებზე პროგნოზს ვერ აკეთებს, თუმცა არსებული მდგომარეობა მათ ბიზნეს დიდ საფრთხეს უქმნის. აზერბაიჯანულმა შპს მისტერ დეკორმა 2024 წელს საქართველოში შპალერის ექსპორტი დაიწყო და სამომავლოდ ექსპორტის ზრდას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის დირექტორის მოადგილე ულვი მაჰმუდოვმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანია 2025 წლისთვის თავისი პროდუქციის 30%-ის საქართველოში ექსპორტს აპირებს და იმედოვნებს, რომ მაჩვენებელი 2026 წლისთვის უკვე 50%-ს მიაღწევს. მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ექსპორტს. კომპანიის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ გეგმებში საწარმოო სიმძლავრის ზრდა შედის.